მაჭახლის ეროვნული პარკის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის მოთხოვნით დღეს ხელვაჩაურის გამგეობის წინ აქცია გაიმართა. სოფელ კირნათის მკვიდრთა განმარტებით ეროვნული პარკის საზღვრების გაზრდის გამო ისინი საზღვრებისა და ტყე-კაფების გარეშე რჩებიან, ასევე ყანებისა და ხეხილის ბაღებისათვის განკუთვნილი ტერიტორია ერთმევათ. ხელვაჩაურის გამგეობაში მოსახლეობას პრობლემების გათვალისწინებას პირდებიან. გამგებლის მოადგილის ანზორ ფერცელიძის განმარტებით ამ ეტაპზე ადმინისტრაციული საზღვრები დაზუსტებული არ არის. ის მოსახლეობას საზღვრების გადახედვას, ტყე-კაფებისათვის ტერიტორიის გამოყოფასა და მათი ნაკვეთების დემარკაციას პირდება. კირნათში მთელი საძოვრები, მთელი ბევრი ყანები, სადაც რომ ხალხი ამუშავებს, იმინდი მოყავს, ეგენი არის მოყოლილი. არა სოფელი წინააღმდეგი ტყე-პარკისა, მაგრამ სოფელი, როდესაც თუ უნდა იარსებოს სოფელმა, ამისათვის სოფელს უნდა კონდეს მისი საძოვარი, მისი ტერიტორიები, შეშით უნდა დაკმაყოფილდეს. ტყე-პარკში კანონში წერია, საქონელი არ შეიძლება ტყე-პარკში საქონელმა რომ იბალახოს. გასახანი არ არის, საქონლის გასაშვები ადგილი არ არის, შეშით მოწვის საშუალება არ არის, რადგან ტყე-პარკი არის, ნაკრძალია უკვე. თოფით გავლა არ შეიძლება, დაცვის უმოκლა არ შეიძლება. ყანებია განადგურებული, მოვიდა შეამოწმუნა მისცემ ხალხს კომპენსაციას, რაცა თუ ეკუცნის, თუ არა. ეს ტყე-პარკის იყოს განსაზღვრული მანძილით. სოფლიდან მოშორებით, რამდენიმე კილომეტრით, მაგალითად, რომ საქონელი გაუშვოს ხალხმა და საღამოს ბავშვს რაღაცა საკვები მიაწოდოს. რაც შეეხება ტყე-კაფებს გამოყოფილია და ეხლაც მიმდინარეობს დანომრვა და არანაირი შეზღუდვები არ არსებობს. მოსახლეობა აბსოლუტურად იქნება შეშით დაკმაყოფილებული. რაც შეეხება საზღვრებს და ამ დასული ტერიტორიების საზღვრებსა და მოსახლეობას შორის, ახლა მიმდინარეობს დემარკაცია საზღვრების. აუცილებლად იქნება მოშორებული მოსახლეობის, მოკლედ საკარმიდამო ნაკვეთებში საზღვარი არ გაივლის. საყანე ნაკვეთებს, თხილის ბაღებს არანაირი შეზღუდვა არ ემუქრებათ, მათ სრული უფლება ექნებათ მათი მოსავალი გამოიტანენ და დააბინავონ.